შავი შოკოლადი უფრო ჯანსაღია ვიდრე რძიანი შოკოლადი. კარგი საკითხია და მოდი განვიხილოთ. პირველ რიგში გეტყვი, რა თქმა უნდა, სადღაცას არსებობს კარგი ხარისხის შავი შოკოლადი, რომელიც ძალიან ძვირი ღირს და შედარებით ჯანსაღია, მაგრამ დაუბრუნდეთ ქართულ რეალობას და ქართულ მაღაზიებს. დიდ ქსელებში რო შედიხარ, ძირითადად ამ დახლზე რომ მიხვალ, არის ორი ყველაზე გაყიდვადი ბრენდი. ახლა ბრენდებს სპეციალურად არ დავასახელებ, იმას თქვენც ნახავთ. ექსპერიმენტი ჩავატარეთ და შეგიძლია გაიმეოროთ. ანუ ამ ორივე ბრენდის ავიღე რძიანი შოკოლადის და შავი შოკოლადის და აგერ ხედავთ შემადგენლობებში დაახლოებითი რა სხვაობებია და ნახე რა ხდება. ორივეში არის დაახლოებით რძიანშიც და შავ შოკოლადშიც 530 კალორია, შავ შოკოლადში ოდნავ მეტი კალორიაა ყოველთვის. შაქარი დაახლოებით 55-60 გრამია ორივეში, ანუ წარმოიდგინე 100 გრამ შოკოლადს რო იღებ, ნახევარზე მეტი, ანუ 60 გრამამდე იქ არის თეთრი ჩვეულებრივი შაქარი და საშუალოდ 30 გრამი ცხიმით. ღმერთმაიცის როგორი წარმოშობის ცხიმი. ამიტომ ისინი ერთი მეორეზე უფრო მავნებელია და არ გირჩევა. რავინ არ მოგატყუოს, რომ იქ მაღაზიაში რო შედიხარ შავი შოკოლადი, რამით განსხვავდება გვერდზე რო უდევს იმ რძიანი შოკოლადისგან.